Islas gisurat ყოველგვარ სიკეთეს და იმას რომ ჩვენი ეს ლოცვა შეწირული ყოფილიყოს, ღვთის წინაშე ასულიყოს. და ძალიან დიდი მადლია, როცა ლოცვა ადამიანისა ღვთის წინაშე ადის, მაგრამ ეს სარწმუნოებით არის, სარწმუნოებით ხდება. რამხელა სარწმუნოება გვინდა ჩვენ რომ აი გავუძლოთ ამ წინააღმდეგობას. ჩვენი სტუნებების რაც ვაცნობთ შიგნიდან, გარედან წინააღმდეგობების, რაც წინააღმდეგება, რაც ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი ლოცვა როგორ ავიდეს ღმერთამდე, მიაღწევს. ღმერთს კი ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს. მანამ ვიტყვით, სანამ ვიტყვით, მანამ იცის ჩვენი საქმე, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ჭირდება მას, ჩვენ თავისუფალი ძალისხმევა, შრომა გავიგოთ. აი ამ შრომას და ამ ძალისხმევას კი ძალიან დიდი მონდომება უნდა და ამას კი წინააღმდეგობა აქვს. წინააღმდეგობა ხოლმე ხდება ხოლმე. არის სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები, ხილული თუ უხილავი, მატერიალური, ხილული, უხილავი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობები, შინაგანი, გარეგანი, სტუნებები, ინერცია, ჩვენი სხეულებები, ხორცს და ინერცია, ხორცი ჩვენი წინააღმდეგება, ებრძვის ღვთის ცნებების შესრულებას. ყველა მხრიდან გვებრძვის ეს მძიმე ცხოვრების ჩვენი არასწორი წესი ცხოვრებისა და ამას ემატება სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური თუ სულიერი სიზნელეები, ემატება ის რომ ადამიანი შემდეგ ხარგავს იმებს ხოლმე და ასე ვთქვათ ესეთი შეუხეველი არ არის, როცა ვერ სრულდება მისი თხოვნა, არ სრულდება მისი ვედრება, ხარგავს იმებს და ხელფერს ასე ვთქვათ აი ხელებს ჩამოუშვებს და ფარხმარს ხრის, მაგრამ აი უშუალოდ დაეკარეს ქრისტეს ასე ვთქვათ საოცარი რჩევა, ცნება უნდა მოუხმოს, ამ ცნებას უკვე გაიხსენებს. რასაც ეთხოვდეთ სახელით და ჩემითა, եղოს თქვენ, რასაც ეთხოვთ სახელით და უფლისაგან, მოგეცემოთ თქვენ ღვთის საჯდომი და სული სარწმუნოება. აი ვისაც წმენ აქვს საოცარ სახელს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, როდესაც ახსენებს, ყველა წინააღმდეგობა გადალახულია. როცა ადამიანი ახსენებს ქრისტეს სახელს. ყველა არასასიამოვნო გავლენა, ყველა ეჭვი, ყველა გაუება, ყველა ასე ვთქვათ სრულ თუ რაღაცა ესეთი შიშები, ეჭვი, განგაშის გზნობა, შიშის გზნობა, საფხის გზნობა, ყველა ჯადოქრული თუ სხვა მაგიური წინააღმდეგობები თუ ფსიქიური თავდასხმები, რომლებიც ადამიანს აქვს ხოლმე ამ ცხოვრებაში, სხვადასხვა ბოროტი ენერგიები, ხილული, უხილავი გავლენები, აურა, სხვადასხვა მენტალი და ფსიქოლოგიური გავლენები, მაგრამ აი ამ რთულ სიტუაციაში, არაუბრალო სიტუაციაში, სვალებად სიტუაციაში და რა არის ჩვენი საყრდენი, რა არის ჩვენი მთავარი ფუნდამენტი, რომელიც გვანარჩუნებინებს ჩვენს სულიერ წონასწორობას და ყველაფერი რაც ყანყალებს, რაც ირყევა, ყველაფერი არ ვარდება და არ იმტრევა და არ იმსხვრევა. ეს არის რასაც ქვია ის, რასაც ქვია სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ვინც ახსენებს სახელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, რომლითაც მტრები ღდგებოდნენ, რომლითაც კეთროვანები იკურნებოდნენ, რომლებითაც ბრმებს თვალები ეხილებოდნენ, კელობლები ვიდოდნენ, ყრუებს სმენა უბრუნდებოდათ, უგზნობელი ადამიანთა დახშული გონების, ფსიქიური პრობლემის, შეპყრობილი ადამიანები იკურნებოდნენ, მძიმესი დაავადებები იკურნებოდნენ. ამ სახელის ხსენებით ჩვენ სასწაულები შეგვიძლია მოვახდინოთ. თუ კი ჩვენ რწმენით ვახსენებთ ქრისტეს სახელს, რწმენით, უბრალოდ რწმენითა და ცოდვითა და რწმენით ვახსენებთ და თხოვთ უფალს, თხოვთ იმას, რომ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი. არა რა ჭამოთ, რა ვსამოთ, რა ეს თავისთავად შეგეძინება თქვენ. პირველ რიგში ეძიებდეთ და ითხოვდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისა. დანარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. აი ამ ცნების თვისებაა ეს და არაპირიქით. ვეძებოთ რა ვჭამოთ, რა დავიცვათ, რა ჩავიცვათ, რა დავიხმოთ. რაღაცა პრაგმატული მოვლენები და ფასეულობები და შემდეგ სასუფეველი ცათა ვერ შეგვეძინება ავტომატურად, ინერცია ვერ შეგვეძინება. აი ამიტომ არის რომ ღვთის სახელს ვინც სიმამაცე, ღრმა, თავისუფლად, ხნერ, ღვთაებრივი რწმენით ახსენებს, იგი ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, ყველა ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუძლებს, გადალახავს, ნებისმიერ წინააღმდეგობაში იქნება ძლიერი და არა მერკე, იგი გადალახავს ყველა ასე ვთქვათ ხილულ სიმერკებისა თუ ცნულებასა, ყველა წარმოშობით მოუდოდნელ, ზოგჯერ როგორია ყველაფერი კაკათის გამოდის ყველაფერი მოუდოდნელი რაღაცა არის ხოლმე ესეთი რაღაც შემოვარდნილი საფრთხე, შემოვარდნილი რაღაცა განსასწრებელი
შემოვარდნილი რაღაცას ცნულება თუ ხელის შემცველება ქონია, მაგრამ იქ სადაც ქრისტეს სახელი ხსენიება, სადაც ეს გაიხსენებს ადამიანს, რომ არის უფალი ჩვენ ცოცხალი ღმერთი, რომ ჩვენ შორის არის სადღაც აბსტრაქტული ცხანთასი ცხოვრების და ოკეანის ყოფი კი არა სიმბოლოდ თქვა. რეალური ცოცხალი პიროვნება ღმერთი, რომელმაც თავის სათანადოს გავსწორ შემოშენ, გაიხსენებს ადამიანს და ამას და ამ სახალ გაიხსენებს წმენი ლავდა გაიმეორებს ქრისტეს სახელს იმ მოცემული საეკლესიო ლოცვებით, აუცილებლად მას გზა გაეხსნება და სულიერი წინსვლა გარდაუვალია. ამის უნდა გჯეროდეს ჩვენ, რასაც ყველას გისურვებთ. გზახსნილი ქონოდეთ, ის სადიდაბდა და სულის საცხოვრებლად.